მომხმარებელს უნდა ბათუმში ჩასვლა. და ბათუმში ჩასვლა რა უნდა? მე ერთ ვერსია მაქვს, რომ მომხმარებელი მატარებელში რო შეჯდება, იქ ტელევიზორის ეკრანი რო არის, იქ ჩაუწერო რაღაცა და უთხრა რომ აი ბათუმში მე ვარ, ესეთი ვარ და იქ რო ჩამოვა მე აბა ვინდა მინახეთ, ვინ მიყურეთ, მოდით ეხა ჩემთან დაგასვენებთ სადღაც რა და იქ ტიპი შეიძლება მაინც არ მოვიდეს, იმიტომ რომ შეიძლება იმის საერთოდ არ უყურებია და თუ უყურა კიდე ემოცია არ იყო შიგნით და უკავშირის გასვლა ვერ მოახერხე და წარმოიდგინე ხარ რომ შენ მიხვედი და დაუჯექი გვერდით ამ იმას მომხმარებელს თბილისშივე მატარებელს გვერდით სკამზე და ერთად ჩახვიდეთ ბათუმში რაღაცებზე ილაპარაკეთ რა ზოგადად საკაცობრიო საკითხებზე რომ აი როგორ იტყვებიან ვიღაცები მაგალითად სასტუმროში რაღაცა ყვება როგორი ცუდი აქვს რაღაცა და ჩავიდა კომენტა აუ ეხა კაი წავედი მე სასტუმროში და მივიდე მაიცა მართლა სასტუმრო მაქვს მე ესე ხო არ იცი მართლა რას ლაპარაკობ რა სასტუმრო გაქვს ამ დროს უკვე ტიპი უფრო მეტად მოყვება რა და იგივე არის ზუსტად პერსონალური ბრენდის ამბავზეც რომ ტიპს უნდა ელაპარაკო და რო ელაპარაკები ამ გზაში ხო ისეთ რაღაცებს არ დაიწყებს საუბრებს რომ იცი მე 5 ჯერ ვიშოვე მილიონი აი მე დუბაიში დავგულავ მე ამავშვები მე რაღაცა შვები და აი ბლატაობა სხვა დაიწყებ კი შეიძლება კაცო დაიწყოს ვიღაცებმა ბლატაობა მაგრამ ძირითადად ხო აი რაღაცა აუ ბიჭო იქ ვიყავი და იქედან რო გადმოვარდი და რაღაცა იუმორისტულად მოყვები სად გაფეილდი რაღაცას კურიოზს რო ეძახიან რა და ამ კურიოზით ის ბარიერი რომელიც შენსა და შენს მსმენელს შორის არის ნეინელა უკვე იბზარება შენი ამათანაა რომ მე სწორ დროს ჩაარტყა სწორ ადგილას ისეთი სიმძლავრით რომ ეს ბოლომდე დაამსხვრიო და ზუსტად წარმოიდგინე რომ ეხა ეგრე ელაპარაკები ვიღაცას ოღონდ ბევრს